სტუმართან ერთად ვაგრძელებთ ეთერს. ნიკა ქუთათელაძეა ჩვენთან ერთად არტისტი. ნიკა, დიდი მადლობა ჩვენთან მოსვლისთვის. 2 დღის წინ კვირას, ხო, გაიხსნა შენი გამოფენა, რომელიც პროექტის ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში ჩატარდა. ეს იყო კედელი, პარკეტი, ბიაზი, თუ ბიაზი პარკეტი. თავიდან ვიტყვი მე თვითონ პროექტზე ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია IRFეხით, რომელიც ქვეითების უფლებებზე მუშაობს და ფიქრობს, რომ ხელოვნებას შეუძლია ცალკეული ადამიანების პრობლემების ადვოკატირება და უკვე რამდენიმე წელია ცდილობს, რომ ხელოვანებმა შექმნან რაიმე ნამუშევარი ქვეითთა უფლებებთან დაკავშირებით. თუმცა შენი პროექტი მეგონი მარტო ქვეითებზე არ არის, მოგვიყევი თვითონ იმ ინსტალაციებზე, რომელიც კვირას ნახა ხალხმა. ხო, მე არა ვიქო IRFეხით აი ამ პროექტს რა უარე ქალაქს, როგორც მაინდა-მაინც სავალდებულო ის რომ გააკეთო რამე ქვეითის პრობლემებზე ან სამოძრაო პრობლემებზე. მე მაინც გონია რომ ხელოვნებით უნდა ასახო ის პრობლემები თუ სიტუაცია, ანუ უნდა მოხდეს რაღაც არსებული რეალობის დოკუმენტაცია, ხო, რაც ხდება ქალაქში. ეს იქნება პრობლემა, ეს შეიძლება არ იყოს პრობლემა და პირიქით ძალიან კაი რაღაცები ხდებოდეს, უბრალოდ ამაზე აქცენტების გაკეთება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ კონკრეტული პროექტით ძალიან ვეცადე რომ გამომეხატა ის ურბანული რეალობა, რაც დღეს ჩვენ ქალაქში არის და რა არის ჩვენი ურბანული რეალობა. ხო, ეს კონკრეტული პროექტი ასახავდა იმ რეკონსტრუქციებს, რომელიც მიმდინარეობს გაუთავებლად, ამაში მე ცუც ვერაფერს ვერ ვხედავ, როცა ვთქვათ, რაღაც ფუნქციური არქიტექტურა იცვლება მეორე ფუნქციური არქიტექტურით, უბრალოდ ძალიან სწორი არის და აუცილებელი ჩემთვის, რომ გაკეთდეს ამაზე აქცენტი, ხალხმა ილაპარაკოს და უბრალოდ ეს არ ქრებოდეს რა, იმიტომ რომ რეალურად ეს ყველაფერი არის ისტორია, ეს არის რაც ჩვენ გვაქვს, გქონდა და რითიც ვცხოვრობთ რა. ეს იყო პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი ამ პროექტის, რომ ეს მეჩვენებინა რაც ხდება ჩვენ ყოველდღიურობაში. ვინაიდებს მეგობრებს შორის დარწმუნებული ვარ იქნებიან ისეთი ხალხი, ვისაც ეს გამოფენა არ უნახავს. მოდი ავხსნათ რას გულისხმობდა, იმიტომ რომ კედელი პარკეტი ბიაზი რო გესმის, ცოტა რაღაც რემონტისკენ მიდის, ხო, შენი აზროვნება. და იქაც ხო იყო პრინციპში წარმოდგენილი იგივე პარკეტის დეტალები, რაღაცა ჩარჩო კედლიდან ფრაგმენტები და ასე შემდეგ. როგორ გამოიყურებოდა ეს გამოფენა და რატო გადაწყვიტე, რომ ესეთი ფორმა ქონდა და ადგილიც საინტერესოა, სადაც გამოფენა, იმიტომ რომ ესეც აღქმას აცილებდა. კი, ზუსტად, ანუ ეს იყო ერთიანი კონცეფცია ამ ნამუშევრის. ესე იგი, ფუნქციური არქიტექტურიდან ეს იყო სისხლის გადასხმის ლაბორატორიები პავლოვზე, რომლის დემონტაჟიც მოხდა, ფაქტობრივად აღარ არსებობს ის შენობა. იქიდან წამოვიყე დეტალები და შევიტანე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში. ანუ ის შენობა, სადაც ეს იყო წარმოდგენილი ნამუშევრები, არის ძალიან ღირებული არქიტექტურულად. თუმცა უფუნქციოა. უფუნქციოა სამწუხაროდ კი, და აი ეგეც იყო, რომ ძალიან ვეცადეთ, რომ ფუნქცია შეგვეძინა, თუნდაც 1 საათით, არ ვიცი, ცოტა მეტით გამოვიდა, მაგრამ აი ამ ორი შენობის და ამ ორი იდეის ნაზავი გამიქსვა იყო ძალიან მნიშვნელოვანი ამ პროექტში, რითიც მე ძალიან ვისიამოვნე და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ამ ორგანიზაციას, რადგან ეს არის საშუალება ჩემი პროფესიის ადამიანებისთვის, რომ რაღაც ბიუჯეტი ქონდეს პროექტისთვის. ჰონორარია იყო, რაც ძალიან იშვიათია. ძალიან იშვიათი და ძალიან სავალდებულო, იმიტომ რომ ჩემთვის ამ ორგანიზაციამ დაიწყო აი ამის ჩამოყალიბება, იმიტომ რომ პირველად არ ვთანამშრომლობ ამათთან, პირველ პროექტშიც ვითანამშრომლე, ეხლა ვითანამშრომლე და არ ვიცი, სამომავლოდაც შეიძლება ვითანამშრომლო, იმიტომ რომ ეს საშუალება, რომელსაც ესენი აძლევენ, არ ვიცი, ხატვარი იქნება თუ უბრალოდ მოქალაქე და არა პროფესიონალი, არ აქვს მნიშვნელობა, რომ ხელოვნება არ კეთდება ფულის გარეშე რა, კეთდება ფულით. ნიკა, ეს მინდა ესეც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ ხოლმე თანამედროვე ხელოვნებაზე და თითქმის ყველა
ფორმალურ ან არაფორმალურ საუბარში ჩანს ეგ პრობლემა, რომ იგივე კულტურის სამინისტრო როცა ყიდულობს რაღაც ფესტივალს და ისევე აკეთებს სახელმწიფო შესყიდვას, როგორც მაგალითად პარკეტს ან ბიას შეისყიდა, არტისტები რჩებიან ჰონორარის მიღმა, ანუ ისინი რაღაც მხოლოდ ხარჯებს ფარავენ, რაც რაღაცის შესაქმნელად არის საჭირო. ზოგადად საქართველოში რამდენად არის პირობები იმისთვის, რომ არტისტმა თუნდაც რაღაცა წელიწადში 2 ნამუშევარი შექმნას და ამისთვის კონდეს ელემენტარული პირობები, იმისთვის რომ წავიდეს, რაღაც დააკვირდეს, მოიტანოს ეს მასალები და ასე შემდეგ და რაღაც მამამ არ მიცეს ამის ფული ან მეგობარმა. არ ვიცი, ალბათ ძალიან დიდ მონდომებაზეა, უბრალოდ ის ფაქტი, რომ მხატვარმა უნდა იმუშაოს უჰონორაროდ და აი ფული რაც გინდა ის გააკეთე, ეს აყალიბებს პირდაპირ იმას, რომ მხატვრები აღიქმებიან არაპროფესიონალებად, არა მარტო საზოგადოების თვალში, თავიანთ თვალში. ძალიან დაბლაწევს თვითშეფასებას, ხო, როცა შენ საქმეში ფულს არ გიხდიან და შენ ძალიან გინდა რომ იყო პროფესიონალი, აი ძალიან ცუდად მოქმედებს ეს ამაზე რა. ძალიან იშვიათად თუ იქნება ის რომ თქვა სიტყვაზე მასალის ფული ვიღაცამ მოგცეს და აი ამით რომ ბედნიერი უნდა იყო, ეს არის რატომაც არ გვაქვს თანამედროვე ხელოვნება. თანამედროვე როცა იძახი რომ ხარ არტისტი, ან ხარ მხატვარი, პირდაპირ ასოციაცია უჩნდება ხალხს რომ ხარ უსაქმორი. და ჩემთვის არის აი აბსოლუტურად პირიქით, ეს არის რაღაც კოლოსალური შრომა, ინფორმაციის ძიება, ფიქრი ნამუშევრის შინაარზე, კონცეფციაზე და ამის მერე განხორციელებაზე და ვიზუალურ მხარეზე, ხო? რომ ეს ბოლომდე მიიტანო მნახველამდე და ამას ეს არ კეთდება ესე რომ აი აბა მოდი ჯიგარო თუ გაგისწორდება მიდი დააკეთე. ხო, რაღაც თაბაშირს მოგცა. მეორე პრობლემა რაც არის ხოლმე, არის ისიც რომ თანამედროვე ხელოვნებასაც ცხადია არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, ანუ ეს პრობლემებიც არის ალბათ კავშირში, უჭირს ჩვეულებრივ ადამიანებს, ვინც ყოველდღიურად არ არის ჩართული ამ პროცესებში და არ ადევნებს თვალს, აი რაღაც დედაჩემს მაგალითად ან რაღაც ისეთ ადამიანს, რომელიც მოკლედ ფონად მისდევს ამ ამბებს და არ არის ყოველდღიურად ჩართული, უჭირს გააგებინოს მისი ფორმების შესახებ, მისი სათქმელი და მაინც აღიქმება, რომ ხო აი რაღაც გაურკვეველი ჟესტები გამოფინეს რაღაცა დანგრეულ შენობაში და ასე შემდეგ. ხო. თუმცა ის რასაც შენაკეთებ, როცა გინდა რაღაც პროცესებზე გაამახვილო ყურადღება საზოგადოების ყურადღება მიიპყრო რაღაც კონკრეტული საქმისადმი ან პრობლემისადმი, ცხადია გულისხმობს იმას, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს ეს, ანუ საერთოდ გაიაროს არტისტმა, რომ თან გასაგები იყოს და თან ცხადია თავის კონცეფციაზეც უარი არ თქვას და რაღაც არტი არ გახადოს რაღაც მარტივი რაღაც. ალბათ ისე ვიგ დაუბრუნდები, რომ იმის შეგრძნება, რომ შენ ვალდებული ხარ ხალხის წინაშე, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, როცა ამ სფეროში ხარ და არ ვიცი, მე როცა მაგ ხალხთან შეხება, ვისაც აი თქვა არ ესმის ეს ყველაფერი და რა ძალიან არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ ამას ცუდად არანაირად არ ახასიათებს. ხო, რა თქმა უნდა, ანუ ამას სჭირდება, არ უნდა მიყვებოდი ამის ყველა ნაბიჯს და უყურებდი ყველა საფეხურს განვითარების, რომ გაიგო და ან რაღაც არ ვიცი, ის ზებუნებრივად უნდა გესმოდეს, ნუ რაც იშვიათია. მე ჩემი როცა ესმით ხალხს, აი ესეთ ხალხს ძირითადად ეს ხდება იმის ხარჯზე, რომ ეს ადამიანები ნახულობენ რამდენი ვიმუშავე. აი იმას იძახიან, რომ აი შრომელი კაცი, აი მაგის თავისtildeებას როცა ვტოვებ და როცა ძალიან ვცდილობ, რომ თავი ვაჩვენო ამ საქმის პროფესიონალად, ამ მუშაობის პროცესში იქნება ეს და აი ეს ძალიან მუშაობს. მე ესეთი ხალხისგან ვინც არ მოყვება ამას ესე ნაბიჯ და არც არის სავალდებულო რომ მოყვებოდეს, უფრო აი ეს ამ შეფასებით ვცდილობ ხოლმე რომ იმათი გული მოვიგო, ვაჩვენო რომ აი მასშტაბებით ვითამაშო და მოვახდინო გავლენა, ხო? სიტყვაზე ამ შემთხვევაში ეს მასშტაბი იყო კედელი. ნიკა, შენს ახსენებ, რომ იარე ფეხიდან ადრეც კი თანამშრომლია 2014 წელს იყო თუ არ ვცდები ჩემი ფეხები ერქვა ინსტალაციას რომელიც ბაღლივის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო საინტერესოა იგივე თვალყურის დევნების პროცესი არტისტისთვის ანუ როგორ იცვლება ცხადია გარედან ეს ყველაფერი სხვანაირად ჩანს როგორ იცვლება მისი ხედვა თუნდაც რაღაც ერთ თემაზე მაგრამ შენ თვითონ როგორ ესე რომ გადაავლოცვა თვალი იგივე გამოხატვის ფორმები მასშტაბები რა ცვლილება
განმარტებები გაიცადე, არ არის ბევრი ხანი, მაგრამ 2 წელია ხო გასულ. 2 წელი, მაგრამ ისეთ ასაკში, როცა 2 წელი იმაზე მეც ნიშნავს, ვიდრე მე მეგონა რომ ნიშნავდა და ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო, რომ ანუ პირველი დაფიქსირებული ჩემი სოლო პროექტი იყო ჩემი ფეხები. ჩემი ფეხები, იარე ფეხითთან ერთად და მეორე ნიშნულოვანი მე იმის მერე არაფერი არ გამიკეთებია, არაფერი, ანუ იყო საქართველოში არ გამიკეთებია არაფერი რა, საზღვარგარეთ იყო ეგეთ შესაძლებლობა გავაკეთე ნამუშევარი, მაგრამ ძალიან კაი იყო ეს, რომ მეორე სოლო პროექტი, რომელიც უკვე აი ძალიან თვალნათლივ ჩანს, ძალიან როგორ შევიცვალე და საერთოდ რაზე გადავედი. რომ იყო იარე ფეხითთან ერთად. კეთილნიკა, წარმატებებს გისურვებთ. იარე ფეხით ფარგლებში, ანუ ამ კონკრეტული არტ პროექტის ფარგლებში კიდევ 3 სხვადასხვა ნამუშევარი არის განთავსებული, ერთი ვაკის პარკში და ერთი დედაენის პარკში. თუ დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ ნახოთ ნიკას გამოფენად ჯერჯერობით არის და შეგიძლიათ შეიაროთ.